აჯიკა ჭარხლით და სტაფილოთი თუ ჯერ არ მოგიმზადებიათ, ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. სასწაულად გემრიელი გამოდის, ვიტამინებით სავსე, მე ყოველ ზამთარ ვამზადებ. მოვიმარაგოთ და გავრეცხოთ ყველა ინგრედიენტი. პომიდორს გავაცალოთ კანი. უყურებთ ესეთი ულამაზო პომიდორები როა, ეს პომიდორი ჩემ ბოსტანში მოყვანილია ყველანაირი შეწამვლის გარეშე. მხოლოდ მორწყვა ჰქონდა. აუცილებლად კარგად მწიფე და გემრიელი პომიდორი აარჩიეთ. 2 კილო ნახევარი პომიდორი მე დავაბლენდერე, შეგიძლიათ ხორცსაკებშიც გაატაროთ ყველა ინგრედიენტი და ეს დაბლენდერებული პომიდორი დროებით გადავდგათ გვერდზე. წითელ ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლები და თესლგამოცლილი უნდა ავწონოთ და 1 კილოგრამი უნდა გამოვიდეს. მე ცოტა დამაკლდა და მწვანე ფერისაც გავურიე. ბულგარულიც დავაბლენდერე და დროებით გადავდგათ გვერდზე. მწარე წიწაკა დაამატეთ გემოვნებით. მე მაქვს ძალიან ცხარე წიწაკა და 150 გრამი დავამატე მხოლოდ. თუ ძალიან ცხარე აჯიკა გინდათ, შეგიძლიათ 500 გრამი მწარე წიწაკაც დაამატოთ. ყველაფერს ასე ვაბლენდერებთ ან ხორცსაკებში ვატარებთ. გავასუფთავე 1 ჭიქა ნიორი, რომელიც ავწონე და 100 გრამი გამოვიდა. დავაბლენდეროთ ნიორიც და დროებით ესაც გვერდზე გადავდგათ. გავასუფთავოთ 1 კილოგრამი სტაფილო და ესეც დავაბლენდეროთ ან ხორცსაკებში გავატაროთ. ასევე დავაბლენდეროთ 1 კილოგრამი გასუფთავებული ჭარხალი. სანამ ამ ყველაფერს ვამზადებთ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. მე ჩემ აჯიკას ჩემ გემოზე მოვამზადებ ისე როგორც დედა ჩემი ამზადებდა და აუცილებლად დავამატებ ხარშვაში აყვავებულ რეჰანს და ქონდარს. აყვავებული ქონდარის გემო არ შეგიშალოთ ხმელ ქონდართან, ეს სხვადასხვა გემოა. ძალიან უხდება აყვავებული ქინძის, მაგრამ დღეს მე არა მაქვს. ამათი დამატება აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ მხოლოდ სუნელებით. სუნელებიდან მე დავამატებ 1 სუფრის კოვს უცხო სუნელს, 1 სუფრის კოვსი ყვითელი ყვავილი და დავამატოთ 1 სუფრის კოვსი ხმელი ქინძი. დაგჭირდება 300 მილილიტრი ზეთი. მარილი დავამატოთ გემოვნებით. ასევე გამოვიყენებთ 250 გრამ ტომატ პასტას. ასევე გამოვიყენებ 60 მილილიტრ ძმარს. 300 მილილიტრი ზეთი ჩავასხათ უკვე გაცხელებულ შესაფერის ქვაბში. დავამატოთ 250 გრამი ტომატ პასტა. შევურიოთ ერთმანეთში, კარგად შევურიოთ, ცოტა უნდა გაცხელდეს. ვამატებ 1 კილოგრამ წითელ ბულგარულს. ყოველ დამატებაზე ასე კარგად შევურიოთ ერთმანეთში. ვამატებ 1 კილოგრამ სტაფილოს. ასევე ვამატებ 1 კილოგრამ ჭარხალს. დროდადრო ესე კარგად შევურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ 2 კილო ნახევარი პომიდორი. აქვე ვამატებ 150 გრამ მწარე წიწაკას. წიწაკა გემოვნებით დაამატეთ იმის მიხედვით, რამდენად მწარე გინდათ. როგორც უკვე გითხარით, ხარშვაში მე დავამატებ აყვავებული რეჰანის და ქონდრის თითო ტოტს. თუ გაქვთ აყვავებული ქინძი, ისაც დაამატეთ, საოცარ ზაფხულის გემოს აძლევს აჯიკას, რომელიც მთელი ზამთარი გაგყვებათ. ქვაბი მიდგას მე გამანაწილებელზე, ან უნდა გქონდეთ სქელძირიანი ქვაბი, დაველოდოთ ადუღებას და ვხარშოთ საათნახევარი საშუალო ან დაბალ ცეცხლზე. სახურავს არ ვახურებთ, უნდა თავღიად ვხარშოთ და უნდა თუხთუხებდეს. დაახლოებით 40 წუთის მერე ამოვიღოთ ჩალაგებული მწვანილის ტოტები, კარგად უნდა ამოვასუფთავოთ, ფოთლებიც არ უნდა დარჩეს შიგ. გავაგრძელოთ ხარშვა და სულ უნდა იხარშოთ საათნახევარი. საათნახევარი ხარშვის მერე დავამატოთ დაბლენდერებული 100 გრამი ნიორი.
დავამატოთ გემოვნებით მარილი. მე ერთი სუფრის kovzi დავამატე და მერე დავაგემოვნებ კიდევაც. ვამატებთ სუნელებს. დავასხათ 60 მl ძმარი. ძმარი შეგიძლიათ 100 ml-მდეც გაზარდოთ. დამოკიდებულია როგორი სიძლიერის ძმარი გაქვთ. კარგად მოვურიოთ, რომ წამოდუხდება 1-2 წუთში მარილზე დავაგემოვნოთ. როცა უკვე ჩვენი აჯიკის გემო უკვე მისაღებია, ვხარშოთ კიდე 10-15 წუთი, ჩავუწიოთ ცეცხლს დაბალზე და დავიწყოთ უკვე გასტერილებულ ქილებში ჩასხმა. შევავსოთ ქილები, მოვხუფოთ, ამოვატრიალოთ და ასე დავალაგოთ. ქილები შეგვიძლია აქვე სამზარეულოში დავტოვოთ, ან უფრო მყუდრო ადგილას მივდგათ, დავაფაროთ და ესე დავტოვოთ დილამდე, გაციებამდე. ზოგადად აჯიკის ან საწებლის შენელება ეს დიასახლისის გემოთი უნდა ხდებოდეს. უნდა დააგემოვნოთ და აუცილებლად უნდა დაამატოთ მეტ-ნაკლებად ზოგიერთი სუნელი, რაც თქვენ უფრო გეგემრიელებად. თქვენი მომზადებული აჯიკა იქნება ეს საწებელად უკერძი, უნდა გამოირჩეოდეს თქვენი გემოვნებით და ეს უნდა იყოს თქვენი სამზარეულო სავიზიტო ბარათი, როგორც დიასახლისისა. უკვე მეორე დღეს გაციებული ქილები კი შევინახოთ გრილ მარანში. ხშირად მეკითხებიან და ასპირინს არ ვამატებ, კარგად ინახება გაზაფხულამდე და ზაფხულამდე. მთელი ზამთარი. დაველოდე რამოდენიმე დღე, რომ გემოები გამჯდარიყო და 1 ქილა უნდა გავხსნათ და დავაგემოვნოთ. მე ისე ძალიან მიყვარს, ასე პირდაპირ პურზე გადავუსვამ და ისე მივირთმევ, ძალიან გემრიელია. ჩვენ აჯიკას აქვს საუკეთესო სისქე, სიმწარეც აქვს ნორმალურად, შეგიძლიათ უფრო მეტი მწარე წიწაკა დაამატოთ, თუ უფრო ცხარე გიყვართ. ძალიან უხდება ხორცეულს, ასევე შეგიძლიათ სუფებში და ბორშში დაამატოთ და სხვადასხვა კერძებშიც. ასე პურზე გადასმულზე, ვისაც აინტერესებს, რომ ჭარხლის და სტაფილოს გემო არ ეტყობა, აქვს აჯიკის გემო, იმიტომაც ეძახიან ჭარხლის აჯიკას. სასწაული რამ არის? მე ყოველ ზამთარ ვამზადებ, თქვენს აუცილებლად მოამზადეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ. არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და გაზიარება არ დაგავიწყდეთ, მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.